მოდით ნახოთ რა მოდის დღეს ჩვენთან კოსმიური ნაკადიდან. ამოვიღებს ამ კარტს, რითიც მიხვდებით თქვენია თუ არა ეს გაშლა. აქ ადამიანი არის დაფიქრებული. რაღაცა ახალი მოდის თქვენთან, ახალი საწყისი, ახალი ენერგია, ენერგიის მიმოცვლა მიდის თქვენში. საკმაოდ კარგი მიმოცვლა არის ენერგიის. თითქოს თანხის ახალი ნაკადის შემოსვლაზე ფიქრობთ, რაღაცას ეძებთ თქვენ, რაც კიდევ დამატებით შემოსავალს შემოგიტანთ. ესე იგი დღეს გაშლაში შეიძლება გაჟღერდეს ინფორმაცია ადამიანებისთვის, ვისაც აინტერესებს ფინანსური ნაკადების გაძლიერება და მეტი შემოსავლის მეტი თანხების შემოდინება. როგორ შეიძლება რომ ვთქვათ რაღაცა გავაძლიერო, გავაორმაგო, ხო? აქ ასევე არის ფინანსური ბალანსირების თემაც მოდის, ანუ თქვენ გჭირდებათ გარკვეული ბალანსი თქვენი ფინანსების მოძრაობაში და კიდევ ნახეთ უკან არის აბსოლუტურად სიმშვიდე, ანუ 7 გარემო არის, ანუ არის ახლა პირობები იმისთვის, რომ თქვენ განვითარდეთ. ეს ვთქვათ იყო ფინანსური. მოდით ვნახოთ სასიყვარულო ასპექტში, ვისთვის შეიძლება იყოს ეს გაშლა საინტერესო. რაღაცა სასიყვარულო ასპექტშიც ამოგვდის ფინანსური მომენტები, იმიტომ რომ გამოგვივიდა პენტაკლების დედოფალი, შეიძლება იყოს კარგი შემდგარი ადამიანი, ოჯახის ქალი უფრო რაღაცა. ესეთი ორი ვარიანტი იქნება. ეს არის ქალბატონი, რომელიც არის მოფუსფუსე, მოსიყვარულე, მეოჯახე, თითქოს ყველაფერი დალაგებული აქვს. ეს არის მზრუნველი, ნახეთ, მისი ენერგია ასაზრდოებს ოჯახს. შეიძლება ითქვას კიდევაც, რომ ეს არის ქალი, რომელიც არის ძირითადი წამყვანი, თუ კი გათხოვილ და დაოჯახებულ ადამიანზე საუბრობთ და მოდის ხო ეს ენერგია. ეს არის მეოჯახე ადამიანი, ხო? რომლის ასე ვთქვათ, კისერზე დგას მთელი ოჯახი. და აქ ნახეთ ფინანსური ნაკადების მოფრთხილებაზეც არის. თითქოს ახლა მოდის ეს მომენტი, რომ რაღაცას თქვენ აგროვებთ და რაღაცისთვის იგროვებთ თანხას. სასიყვარულო ასპექტზე მინდოდა რომ ყოფილიყო აქცენტი გაკეთებული, მაგრამ როგორც ჩანს დღეს ნაკადში გვაქვს უფრო ფინანსური საკითხები. კარგი, ახლა ეს მივხვდით, რომ არის ქალზე, რომელიც არის ვთქვათ, შეიძლება არ ქონდეს ოჯახი, მაგრამ ძირითადი წამყვანი. ანუ ოჯახი გულისხმობ ვთქვათ მეუღლეს და შვილებს, თუ მეუღლე და შვილები, ესეც ქალბატონი, რომელიც არის ძირითადი წამყვანი ოჯახში. შემოაქვს თანხა მას. და თუ არ არის გათხოვილი თავის სახლში, სადაც ის ცხოვრობს, იქაც ის არის შემომდანი, მშობლებთან იქნება თუ სად. და რა მოდის ამ ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით, როგორ განვითარდება მოვლენები. ცვლილებები გვაქვს. საკმაოდ დიდი. ტრანსფორმაციული ცვლილებები მოდის თქვენთან, გოგოები. ჯერ დააკვირდით, რომ მოდის, თქვათ, თქვენთან როგორი ენერგია იცით.
საკმაოდ ისეთი კარგი სექსუალური ენერგიაც არის ეს ცვლილებები მოდის და დააკვირდით რომ ამ არკანში ეს ტრანსფორმაციული ცვლილება ძალიან კარგის მომტანია იქნება რაღაცა ესეთი შეიძლება დღეს ხვალა ესეთი განწყობა გქონდეთ რომ ჭირდებათ რაღაცა ცვლილება შემოიტანოთ თქვენს ცხოვრებაში საკმაოდ ესეთი მნიშვნელოვანი და ნახეთ შეიძლება ეს იყოს როგორი რამე იცით აი ჩემთან ახლა პირდაპირ ესეთი ენერგია მოდის სულიერების განვითარებაზე ჯერ ერთი რო გაქვთ თქვენ ამისი შესაძლებლობა და შინაგანი ძალა რო განავითაროთ თქვენი სულიერი მხარე ანუ ფსიქოლოგიური მხარეს ფსიქოლოგიური ასპექტის განვითარებაზე შეიძლება იყოს საუბარი თუ კი წინა პერიოდში იყო რაღაცა უფრო ისეთი ენერგია მოდიოდა თქვათ ხო ანუ უფრო შეიძლება სექსუალური ენერგია და ამით ივსებოდით ან რაღაცაზე ასეთზე ან პარტნიორთან ურთიერთობით და რაღაცა ამით ივსებოდით ეხლა თითქოს მოდის ენერგია რომ თქვენი შინაგანი სულიერი გაძლიერება მოდის ხო საკუთარ თავზე ხდება თითქოს კონცენტრირება რაღაცა ისეთი მოხდება რაც თქვენ თითქოს გიბიძგებთ იმისკენ რომ განავითაროთ თქვენი შინაგანი ძალა და გამოავლინოთ კიდევაც ეს ნახეთ როგორი კონცენტრაცია ხდება აქ თქვენი ძალის საკმაოდ დიდი კონცენტრაცია ხდება აი ამ ცვლილებების ფონზე და შედეგად მოდის საკმაოდ კარგი ამბავი ანუ ნახეთ აქ ადამიანი არის პირდაპირ მიდის თავის გზაზე გახარებული არის ბედნიერია შესაძლოა თან პარტნიორები გაიჩინოს ახალი თუ კი ფინანსურ ასპექტზე გქონდა აქ საუბარი ხო პარტნიორებთან ერთად რაღაცა ახალ სიტუაციაზე მუშაობთ და საკმაოდ შედეგიანი გამოვა ეს პროექტი რაც გაქვთ ხო მოდით ამას პროექტი დავარქვათ ნებისმიერი ჩვენი საქმიანობა რასაც გეკმავთ და ვაკეთებთ ეს არის ჩვენი პროექტი აქ არ ჩანს რომ თქვენ მარტო ხართ ამ პროექტში აქ ჩანს რომ გარკვეულ დახმარებას იღებთ ყავთ ძლიერი თანაშემწეები პარტნიორები იქნებიან ეს თქვენი მეგობრები იქნებიან ანუ აი ახალი საქმის დაწყება იქნება აუცილებლად სადაც მთელი მაქსიმალურად მოდის თქვენი ძალის კონცენტრაცია გჭირდებათ ამ საკითხზე აუცილებლად ამაზე უნდა დაფიქრდეთ და ამუშაოთ კარგად ეს თემა მე კი აქ სულიერ ასპექტზე ვამახვილებ ყურადღებას მაგრამ აქ მოდის ასევე ინფორმაცია რომ თქვენ თქვათ გონებრივადაც ანუ უნდა დაჯდეთ და ამუშაოთ კარგად განსაზღვროთ პრიორიტეტები ყველაფერი აი ფიქრობს ადამიანი რა როგორ გავაკეთო და მაქსიმალურ კონცენტრაციას აკეთებს საკუთარი ძალის ხმევის ხო ამ პროექტზე და შედეგით საკმაოდ კარგი გაქვთ და თუკი შევხედავთ ხო სიგნიფიკაციაში რაც ამოგვივიდა და აქ ნამდვილად ჩანდა რომ ახალი პროექტია რაღაც ახალზე ფიქრობთ თქვენ და თანხებსაც აგროვებთ ამაზე და გექნებათ კიდევაც შედეგი გაქვთ ამის ძალაც გაქვთ გამოცდილებაც გაქვთ რომ სწორედ ასე მოხდეს და განავითაროთ და მოდით ვნახოთ ახლა რჩევა ტაროსგან რა იქნება და ამით დავასრულებთ დღევანდელ დილის გაშლას ვნახოთ ორი ამოვიდა პენტაკლების მეფე ისევ ფინანსური საკითხია, ისევ თქვენი ფიქრები, ანუ აზრები, საით წავიდე, რა გავაკეთო. ხუთიანი ხმლები არის მოქმედების არკანი, საკმაოდ ესეთი კარგად მოქმედების არკანი. იმოქმედეთ, მეგობრებო, აქ არის არა მხოლოდ ფიქრზე გაჩერდებით, ანუ იმოქმედეთ თუ გინდათ რომ შედეგს მიაღწიოთ. აკეთებთ რაღაცას, მოქმედებთ, რაღაცას ფიქრობთ, უკვე კონკრეტულ რეალობაში გადადით რა. ეს თქვენი ჩანაფიქრი უკვე დაიწყეთ, ამუშავეთ და მოვა კარგი შედეგი, საკმაოდ კარგი შედეგი. დღეს მოკლედ სულ ფინანსურ ენერგიებში ვართ. გისურვებთ წარმატებას და თქვენი პროექტების სწრაფად და საკეთილდღეოდ განხორციელებას.